ივანე ფალავანი. იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი მეფე და ჰყავდა ერთი ფალავანი. ამ ფალავანს დევკაცი ერქვა სახელად. მართლაც რომ დევს ჰგავდა. მთელ სახელმწიფოში იმის მომრევი არ მოიძებნებოდა. დევკაცს სახე კაცისა ჰქონდა, ხოლო ტანი კი დევს მიუგავდა. მეფე ძალიან ამაყობდა ასეთი ღონიერი ფალავნით. თან ცდილობდა მის სახელმწიფოში მასზე უფრო ღონიერი ეპოვა ვინმე და მათი შერკინება ენახა. ეს სურვილი ისე აეკვიატა, რომ დღე და ღამ არ აძლევდა მოსვენებას. და აი, ერთ დღეს მეფემ დაგზავნა თავისი კაცები. წადით, მოიარეთ მთელი ქვეყანა და ისეთი კაცი მომგვარეთ, რომელიც დევკაც ფალავანს დაეჭიდოს და წააქციოს. წავიდნენ მეფის კაცნი. მოიქანცნენ სიარულით, მაგრამ ვერავინ ნახეს. ან ვისა ჰქონდა თავი მოსაკლავი. შორს გავარდნილიყო დევკაცის სახელი და ვერავინ ვერ ბედავდა მასთან დაჭიდებას. გადიოდა დღეები და ერთხელაც მეფის კაცებმა ჩაუარეს ერთ პატარა ქოხს. ქოხის გვერდზე ერთი ბალღი ჩაცოცხულიყო და მთლიან პურს სჭამდა. ეს რომ მეფის კაცებმა დაინახეს, გაუკვირდათ. რა საშუალების შესაძაგელო, ადე თორემ დევკაცი მოვა და გცემს. უთხრა ერთმა მეფის კაცმა ბიჭს. ვერაფერსაც ვერ დამაკლებთ თქვენი დევკაცი. მიუგო ბიჭმა. მართლა დევკაცის მოჭიდავე კაცს ვეძებ და ხომ არ წამოხვალ. უთხრეს კაცებმა დაცინვით. რატომაც არა? მიუგო თამამად ივანემ. ასე ეძახდნენ ამ ბიჭს. წამიყვანეთ თქვენს მეფესთან. მეფის კაცებს ძალიან გაუხარდათ, რომ ისეთი კაცი იშოვეს, რომელიც დევკაცთან ბედავდა დაჭიდებას. რა გვენაღვლება თუ დევკაცის სწორი სულაც არაა. თვითონ ხომ ამბობს დავეჭიდებიო. და ივანე მართლაც წაიყვანეს მეფესთან. მეფეს რომ მიჰგვარეს ძალიან გაუკვირდა. ეს ბალღი რას გაუძლებს ჩემს ფალავანსო და შეეკითხა ივანეს. დაეჭიდები დევკაცს? რატომაც არა? თქვენი დევკაცი ვინაგდია, რომ ვერ დავეჭიდო. მიუგო ივანემ ხელმწიფეს. ოღონდ ერთი თვე ჩემს ნებაზე მიმიშვით საჭმელ სასმელზე და წითელ ღვინოს ნუ მომაკლებთ. მეფე დასთანხმდა და ერთი თვე სულ ჭამას მასში გაატარა ივანემ. ერთ დღეში იმდენს იმატებდა, რასაც სხვები წლობით ვერ იმატებდნენ. დაინიშნა ჭიდაობის დღეც. უამრავი ხალხი მოზღვალდა ჭიდაობის საყურებლად. უშველებელი წრე გააკეთეს. გადმოვიდა დევკაცი. გადმოხტა ივანეც, მაგრამ რა გადმოხტა. სულ მაღლა-მაღლა ფრინავდა და მთელ წრეს ისე უვლიდა. ამაო დაცეცებდა ჰაერში ხელებს დევკაცი ივანეს დასაჭერად. ვერაფრის გზით ვერ მოიგდო ხელში. უეცრად ივანე შეხტა მაღლა და მაღლიდან დაეცა დევკაცს. დაეცა და კიდევაც მოიქვეშია. მაყურებელმა ყიჟინა და ტაში დასცხეს გამარჯვებულს, ხოლო დევკაც კი ბუ-ბუს ძახილი დაუწყეს. დამარცხდა დევკაცი და მეფემაც აღარ დააყენა იგი თავის ფალავნად. ახლა ივანე ფალავანი დაიტოვა თავის კარზე მეფემ. გაშვებულ ბუღასავით დადიოდა ივანე ფალავანი სასახლის კარზე. საქმე დიდი არაფერი ჰქონდა, მაგრამ სასმელ საჭმელი სულ თავპირზე საყრელად ეგულებოდა. მხოლოდ ეს კია, რომ უამრავ ფალავანს დაქადნებით მოსულ სასახლის კარზე აჯობა და მრავალჯერ გაახარა მეფე. მეფეს ძალიან უყვარდა ივანე ფალავანი და გვერდიდან არ იშორებდა. ერთხელ სასახლის აივანზე ხელმწიფის ორი უფროსი ქალი გადმომდგარიყო. სულ სამი ქალი ჰყავდა მეფეს, რომელთაგან უმცროსი ძალიან მოსწონდა ივანეს და ქალსაც ივანეზე ჰქონდა გული შევარდნილი. ახლოს გაუარა ივანე ფალავანმა ქალებს და შინაურული სალამი უთხრა. იუკადრისეს მეფის ქალებმა. ვიღაც გლეხის ბიჭია და შეხედეთ როგორ გაგვითამამდაო. წადი შესაძაგელო აქედან. ჩვენი ტოლი ხომ არა ხარ, ასეთ ამამად რომ გველაპარაკები. უთხრეს მეფის ქალებმა და შებრუნდნენ სახლში. ამის შემდეგ აითვალწუნეს უფროსმა ქალებმა ივანე ფალავანი და ერთხელ იმ მიზნით რომ როგორმე თავიდან მოეშორებინათ, შეუჩდნენ თავიანთ მამას. იცი მამავ, ამა და ამ ადგილას ერთი სამთავიანი დევი ცხოვრობს. ამ დევს ეზოში უკვდავების ვაშლი უდგას. ის ვაშლი ყოველთვე ახალ ნაყოფს იძლევა და ვინც იმ ვაშლს შეჭამს, არასდროს არ მოკვდება. რა კარგი იქნებოდა ის ვაშლი ჩვენ რომ გვედგას ეზოში. კარგი კი იქნებოდა, მაგრამ ბაბა, ვინ გაბედავს იმის მოტანას? ვინაა გიჟი, რომ ტყუილ უბრალოდ გასწიროს სიცოცხლე და დევს თავი შეაკლას? ტყუილ უბრალოდ რადა? ჩვენი ივანე ფალავანი განა ვერ მოერევა დევს? გაგზავნე და მოატანინე. მიუგეს ქალებმა მეფეს.
მეფეს ჭკუაში დაუჯდა ქალების რჩევა და დაიბარა ივანე ფალავანი. ამა და ამ ადგილას ერთ დევს უკვდავების ვაშლის ხე უდგა და ის ვაშლი უნდა მოიტანოდა სასახლის ეზოში დარგაო. დიდი სიამოვნებით. უპასუხა ივანე ფალავანმა და გაემართა იმ ქვეყნისაკენ, სადაც ის დევი ცხოვრობდა. ბევრი იარა თუ ცოტა იარა მიაღწია დევის სასახლეს და შევიდა მის ეზოში. უშველებელი ვაშლი იდგა დევის ეზოში და სულ წითელ-ყვითელი ვაშლი ესხა. ივანე ფალავანმა კრა წიხლი და მთელმა ვაშლმა შხუილი მოიღო ძირს. ერთი ვაშლიც კი არ შერჩენილა ხეზე. მიადგა ამ ვაშლს ივანე ფალავანი და ერთიც არ გაუშვა შესაჭმელი, რომ გაივსო მუცელი, წამოწვა ვაშლის ჩრდილში და დაისვენა. დევი რომ გარეთ გამოვიდა გაოცდა, ვის გაუბედავს მოსვლაო და დაუძახა. ვინა ხარ რომ ასე გათავხედებულ ხარ და ჩემი ეზოს შემოგილახია? თქვა ეს და ეცა ივანე ფალავანს. მოიქნია დევმა და ჩაასო კოჭამდე მიწაში. ამოხტა ივანე ფალავანი, მოიქნია დევით და ჩაასო მუხლამდე მიწაში. ამოხტა დევი, მოიქნია ივანე ფალავანი და ჩაასო წელამდე მიწაში. ამოხტა ივანე ფალავანი, მოიქნია დევი და ჩაასო ყელამდე მიწაში. დარჩა დევი უძრავად, ვეღარ ამოვიდა. მაშინ მოუქნია ხმალი ივანემ და ორი თავი მოაგდებინა. ის იყო უნდა მესამე თავით წაეგდებინებინა, რომ დევი შემოეხვეწა. ოღონდ ნუ მომკლავ და სიკვდილამდე შენი ყმა ვიქნები. ერთ ისეთ რაშს გაჩუქებ, რომ მთელ ხმელეთზე ვერ იშოვი იმაზე ფრთამალს და ერთ ისეთ სარკეს მოგცემ, რომ შიგ ჩაიხედო და რომელ ცხოველადაც ინატრო, იმად იქცე. ჩაიხედო მეორედ და ისევ კაცად გადაიქცე. კარგი, მიჩუქებია სიცოცხლე. უთხრა ივანე ფალავანმა დევს და გაუშვა ცოცხალი. გახარებულმა დევმა გამოიყვანა რაში და მისცა. ამოიღო სარკე და ისიც ივანე ფალავანს აჩუქა. ვაშლიც უნდა მომცე, იმისთვის გამომაგზავნა მეფემ. უთხრა ივანე ფალავანმა. თავისი ხელით ამოუგლიჯა ვაშლის ხე დევმა ძირიანად და მისცა. შეჯდა დევისეულ რაშზე ივანე ფალავანი, ჩაიდო დევისეული სარკე ჯიბეში, გაიდო ვაშლის ხე მხარზე და გასწია სასახლისკენ. თუ რაიმე გაგიჭირდეს, ჩემი სახელი ახსენე და იმ წამსვე იქ დავიბადები. მიაძახა დევმა ვაშს. მოვიდა ივანე ფალავანი და მოუტანა ვაშლი მეფეს. ჩაჰკრა მიწას ერთ ადგილას წიხლი. გაჩნდა დიდი ორმო და დარგო ეზოში ხე. გადიოდნენ დღეები, თვეები, წლები, მაგრამ ხე არ აყვაოდა და არც ნაყოფს ისხამდა. უკვირდა ყველას. ალბათ ეს ის ვაშლის ხე არაო, ამბობდნენ ერთნი. თუ გინდა სხვაც იყოს, მაინც რატომ არ ხარობსო, ყვირობდნენ მეორენი. ისევ არ სცხრებოდნენ ხელმწიფის უფროსი ქალები და უნდოდათ როგორმე თავიდან მოეშორებინათ ივანე ფალავანი და აი კვლავ შეუჩდნენ მეფეს. იცი მამა, მავან და მავან ადგილას სამი ძმანი დევები ცხოვრობენ და სამთავეს ოქროს ფაფრიანი რაშები ჰყავთ. რა კარგი იქნებოდა, რომ შენ გყავდეს ის ცხენები. შვილებო, ვის აქვს თავი მოსაკლავი, ვის შეებრძოლება იმათ? მიუგო მეფემ. ჩვენი ივანე ფალავანი. უთხრეს ქალებმა. მაგან ისეთი საშინელი დევი დაამარცხა, რომ იმათი დახოცვა იმას რა გაუხდება. დაიბარა მეფემ ივანე ფალავანი. აქა და აქ რო სამი ძმანი ცხოვრობენ, იმათი რაშები უნდა მომგვარო. დიდი სიამოვნებით. უპასუხა კვლავ ივანე ფალავანმა და გაემართა იმ მიდამოსკენ, საითაც დევები ცხოვრობდნენ. შუაგზაზე რომ მოვიდა, მოაგონდა თავისი ძმობილი დევი და იფიქრა. მოდი ერთი ვახსენო, იქნებ დამეხმაროსო. ახსენა დევი და ის მართლაც იმ წუთში დაიბადა მასთან. რა გაგჭირვებია, ჩემო ძმაო, როგორ ახარ? კითხა დევმა. რა გამჭირვებია? მეფემ მიბრძანა აქა და აქ რომ სამნი ძმანი დევები არიან, იმათი რაშები მომგვარეო. ახლა იქ მივდივარ და წამომყევი. დევით უსიტყვოდ გაჰყვა თან ივანე ფალავანს. ბევრი იარეს თუ ცოტა იარეს, მიუახლოვდნენ დევების სასახლეს. ივანე ფალავანმა ძმობილი დევი და თავისი რაში დევების სასახლის ახლოს ერთ კუნძულზე დატოვა. თან გაავსო წყლით ჯამი და ზედ ერთი კელაპტარი დაარჭო. იყავი აქ, მე წავალ დევებთან საბრძოლველად. უყურე ამ ჯამს და თუ წყალმა გაწითლება დაიწყოს და კელაპტარი ჩაქრეს, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ მე მიჭირს და მაშინ აუშვი რაში და იმან თვითონ იცის. გასწია ივანე ფალავანმა სამი ძმა დევისკენ. ღამდებოდა.
ივანე ფალავანი მივიდა იმ გზაზე, რომელიც დევების სასახლისაკენ მიდიოდა და ჩასაფრდა ერთ მოხერხებულ ადგილას. ვახშმობამ რომ მოატანა, ჩამოიარა უფროსმა ძმამ, სამთავიანმა დევმა და იმ ადგილს რომ მიუახლოვდა, სადაც ივანე ფალავანი იყო დამალული, დევის რაშმა დაიფრუტუნა და დაფრთხა. აჩუშე სამგლებ, აქ რა ივანე ფალავანი დაგიხვდება? დასჭყილა რაშს დევმა. აქა ვარ ივანე ფალავანი და აბა თუ ბიჭი ხარ დამხვდი. შესძახა ივანე ფალავანმა, მიუხტა დევს და მაშინვე მოაყრევინა თავები. წამოიყვანა მისი ოქროს ფაფრიანი რაში და გაიარა ცოტა გზა. ახლა მეორე 6 თავიან დევს ჩაუსაფრდა გზის პირას. როცა მეორე ძმა იმ ადგილას მიუახლოვდა, სადაც ივანე ფალავანი იყო ჩამალული, ცხენი შეფრთხა და გზა არას დიდებით აღარ გააგრძელა. აჩუშე სამგლებ, აქ რა ივანე ფალავანი დაგიხვდება? დასჭყილა რაშს დევმა. აქა ვარ ივანე ფალავანი. მიუგო ივანე ფალავანმა, ამოფრინდა, მივარდა დევს და ხმლის ერთი შემოკვირით მოაგდებინა 6-ვე თავი ერთად. აიარა ცოტა ზევით და ახლა მესამე დევს ჩაუსაფრდა. შუაღამემ რომ მოატანა, ჩამოიარა უმცროსმა ძმა, 9 თავიანმა დევმა. მოდის ცხენზე გადამჯდარი მთისოდენა დევი და მოღიღინებს. იმ ადგილს რომ მოაღწია, საცა ივანე ფალავანი იყო ჩასაფრებული, მისმა რაშმაც შეჰფრუტუნა, შეფრთხა და აღარ ადგამს ნაბიჯს წინ. აჩუშე სამგლებ, რა გემართება? აქ რა ივანე ფალავანი დაგხვდება წინ? დასჭყილა ცხენს დევმა. აქა ვარ ივანე ფალავანი. შესძახა ივანე ფალავანმა და მიუხტა დევს, მაგრამ სხვებისავით ადვილი როდი გახდა ამ დევის მოკლა. დევმა რომ ივანე ფალავანს შეხედა, ერთი გაიცინა, სტაცა ხელი, დაისვა ხელის გულზე და უთხრა. ეხლა რომ მინდოდეს, ხელის გულზე მოგშნეტდი და სულ ნაცამტრად გაქცევდი, მაგრამ სხვანაირად უნდა მოგექცე, სხვანაირად უნდა მოგიღო ბოლო. და ივანე ფალავანი მიწაზე დაახეთქა. ხრებამდე მიწაში ჩაეფლო ივანე ფალავანი. ამოიღო დევმა ხმალი და ის არის უნდა მოსჭრას თავი რომ ივანე ფალავანმა უთხრა. ბოლო თხოვნა შემისრულე. შენი ყალიონი გამივსე და მომაწევინე და მერე რაც გინდა ის მიყავი. კარგი, მაინც კლავ და მოწიე. დასთანხმდა დევი. ამოიღო ყალიონი და მიაწოდა. უშველებელი ყალიონი ჰქონდა დევს. ერთი კოდი თამბაქო ეტეოდა შიგ და აი ნელ-ნელა წევს ივანე ფალავანი. არ უნდა რომ მალე გაათავოს, რადგან გაათავებს თუ არა ყალიონის წევას, გათავდება მისი სიცოცხლეც. ისოხერი თავისი რაშიც რატომ აღარ ეშველება? ტყუილად ელოდება ივანე ფალავანი. კარგავს იმედს ნეტავრა დაემართა, ნუ თუ მიღალატა ძმადნაფიცმაო და აღარა უშვა რაშიო, ფიქრობს ივანე ფალავანი. ამ დროს კი დევს ღრმად ჩაძინებოდა და ვერ დაინახა რომ ჯამში წყალი გაწითლდა და სანთელი ჩაქრა. ცხენმა ალღოთი იგრძნო თავისი პატრონის უბედურება და მორთო ჭიხვინი, მაგრამ რომ აღარავინ აუშვა, დაგლიჯა საფელი და გაიქცა ივანე ფალავანის მისაშველებლად. ის იყო ყალიონს ათავებდა ივანე ფალავანი რომ მოვარდა რაში ჭიხვინით. მივარდა დევს, ჯერ ტორებით გასთელა და შემდეგ წიხლებიც მიაყოლა. მიუბრუნა კუდი ივანე ფალავანს. მოსწია კუდით და მიწიდან ამოიყვანა. მოაჭრა 9 თავით დევს ივანე ფალავანმა, წამოიყვანა მისი ოქროს ფაფრიანი რაშიც და გამოსწია სასახლისაკენ. დევების სახლს რომ მიუახლოვდა, იფიქრა, ერთი შევა დევების სახლში, ვნახავ რა ხდებაო. ამოიღო ჯიბიდან სარკე, ჩაიხედა და იქცა კატად. ადვილად შეძვრა დევების ოთახში და წაუცუცქდა კერას. სახლში დევების დედა და მათი ცოლები იყვნენ. რატომ არ მოდიან ნეტავ ჩემი შვილები? დაელაპარაკა დევების დედამ. მე რომ ისინი ვინმემ დამიხოცოს, გზაზე ცეცხლად დავენთები და შიგ ჩავწვავი მათ მომკვლელს. მე კი თქვა უფროსმა რძალმა. ქარიშხალს ავტეხავ, გზაზე ერთ წისქვილად ვიქცევი, შიგ რომ შემოვა, თავზე დავენგრევი და მოვკლავ. მე ხიდად გავედები წყალზე, ზედ შეზდგება გაცასვლელად და შიგ ღრმა წყალში გადავაგდებ. თქვა საშუალო რძალმა. მე კი თოვლიანთად ვიქცევი და ზედ გადასვლისას ჩემი ქმრის მომკვლელს ზბავს ჩავაყოლებ. თქვა პატარა რძალმა. კატა გამოიპარა გარეთ, ჩაიხედა სარკეში და კვლავ ივანე ფალავნად გადაიქცა. შეჯდა თავის რაშზე და გაუდგა გზას. გზაზე საშინლად აცივდა. ისე აცივდა, რომ ივანე ფალავანს სულ ბაგაბუგი დააწყებინა და
აი ივანე ფალავანმა თვალი მოჰკრა უშველებელ ცეცხლს. ის წყეული დევების დედა იქნება, გაიფიქრა და შორს მოუარა ცეცხლს. მაგრამ ცეცხლი კვლავ მის წინ აღიმართა. მაშინ ივანე ფალავანმა ახსენა თავისი ძმობილის სახელი და დევიც ივანე ფალავანთან დაიბადა. მაპატიე, მაშინ დამძინებია და ვერ გავიგე სანთლის ჩაქრობა. შეეხვეწა დევი. მიპატიებია, ოღონდ ამ გაჭირვებიდან დამიხსენი. უთხრა ივანე ფალავანმა. გზაზე ვერ გავსულვარ, ეს ცეცხლი კი არა, დევების დედაა. მაშინ დევმა ამოიღო დევების სატევარი. შემოჰკრა ცეცხლის ალს და მათ წინ დევების მკვდარი დედა გაიშხლართა. გამოიარეს მშვიდობით და წავიდნენ. უფრო აცივდა. ახლა ერთი წისქვილი დახვდათ, გზაზე გახირულა. იქიდან სითბო და სინათლე გამოდის. უთხრა ივანე ფალავანმა რაც იყო. დევმა შემოკრა სატევარი წისქვილს და წისქვილი უცებ უფრო სრძლად გადაიქცა. ცოტა რომ გამოიარეს, ახლა აკაფებული მდინარე დახვდათ წინ. ზედ ერთი კოხტა ხიდი იყო გადებული. გააფრთხილა ივანე ფალავანმა ძმობილი. დაარტყა დევმა ხიდს სატევარი და ხიდი მკვდარ ქალად გადაიქცა. გაქრა მდინარეც. ბევრი იარეს თუ ცოტა იარეს, წინ ერთი თოვლიანი მთა აღემართათ. დევმა იშიშვლა სატევარი, შემოჰკრა მთას და მათ წინ ცხრათავიანი დევის ცოლი მკვდარი დაეცა. გადმოაბიჯეს და გამოსწიეს. სამშვიდობოზე რომ გადმოვიდნენ, დევი გამოემშვიდობა და წავიდა, ხოლო ივანე ფალავანმა კი ოქროს ფაფლიან რაშებიანად მეფის სასახლისაკენ გასწია. მივიდა და მიურეკა მეფეს ცხენები. ამის შემდეგ ხარობდა მეფე ასეთი უშიშარი ფალავნით და თავის ფალავანს უხვად ასაჩუქრებდა. უფროსი დები მაინც ვერ ისვენებდნენ და კვლავ შეუჩდნენ მეფეს. მავან და მავან ადგილას ერთ სხვაში ალმასის რქებიანი კამეჩები არიან და ისინი მოარეკინე ივანე ფალავანს. მეფეს ეს რჩევაც ჭკუაში დაუჯდა. დაიბარა ივანე ფალავანი და უთხრა. აქა და აქ, ერთ ზღვაში, ალმასის რქებიანი კამეჩები ცხოვრობენ და ისინი უნდა მომირეკო. ძალიან კარგი. მიუგო ივანე ფალავანმა, მაგრამ თვითონაც არ იცოდა რანაირად გამოიყვანდა ზღვიდან ალმასის რქებიან კამეჩებს. ადგა მეორე დილით ივანე ფალავანი და გაემართა იმ ზღვისაკენ, სადაც ეს კამეჩები ცხოვრობდნენ. შუა გზაზე რომ მივიდა, ახსენა ძმობილი დევის სახელი. დევი იმ წამსვე ფალავანთან დაიბადა. რა გაგჭირვებია, ჩემო ძმობილო? კითხა დევმა. ივანე ფალავანმაც უთხრა რაც გასჭირვებოდა. დევმა მაშინ ეს ურჩია. დადი, ის კამეჩები საღამოობით ზღვის ნაპირზე გამოდიან წყაროს სუფთა წყლის სასმელად, რადგან ზღვის წყალი მლაშე მწარია და ვერ სვამენ. ხოდა წაიღე ერთი ხარის ტყავი და ერთი ფუთი ლურსმანი, გადააფარე იმ წყაროს ის ტყავი და დააჭედე მიწაზე ლურსმნებით. როცა კამეჩები გამოვლენ, სასმელი წყალი აღარ დახვდებათ. შეგეხვეწებიან, ოღონდ წყალი დაგვალევინე და შენი ყმები გავხდებითო. მართლაც ივანე ფალავანმა შეასრულა დევის დარიგება. იყიდა ფუთი ლურსმანი, ხარის ტყავი, მივიდა წყაროსთან, გადააფარა ტყავი და ლურსმნებით მაგრად დააჭედა. საღამო რომ მოახლოვდა, კამეჩები მართლაც გამოცვიდნენ ნაპირზე წყლის დასალევად, მაგრამ წყარო რომ აღარ დახვდათ, დაღუნდნენ და შეეხვეწდნენ ივანე ფალავანს. ოღონდ წყალი დაგვალევინე და შენი ყმები გავხდებითო. ივანე ფალავანმა კამეჩებს წყალი დაალევინა და შემდეგ წამოასხა სასახლეში. ეს კამეჩები თურმე გულთმისნებიც იყვნენ და ივანე ფალავანს უთხრეს. სანამ ის ორი უფროსი და ცოცხალია, მოსვენებას არ მოგცემენ. სული მათი საქმეა ასეთ განსაცდელში რომ ხარ ყოველთვის. სასახლეში მიგვრეკე და მერე ჩვენ ვიცითო. მიიყვანა ივანე ფალავანმა კამეჩები მეფის სასახლის კარზე. სასახლიდან ყოლანი მათი ალმასის რქების სანახავად გამოვიდნენ. მაშინ კამეჩები გაერქანნენ და მეფის ორივე ქალიშვილი და თვით სეირის მოყვარული მეფეც 900-ს იქით გადაისროლეს. ხალხმა მაშინ მეფედ ივანე ფალავანი აირჩია. ივანე ფალავანმა კი მეფის უმცროსი ქალიშვილი შეირთო ცოლად და დიდი ქორწილი გადაიხადეს. მეორე დღისით, როცა ივანე ფალავანის ცოლი ბაღში გამოვიდა, გაკვირვებით წამოიძახა. ეს ვაშლი ვითომ არის ხამდა და ეხლა კი შეხე როგორ დახუნძლულა. და მართლაც, უკვდავების ვაშლის ხეს ნაყოფი გამოესხა. ჭირი იქა, ლხინი აქა, ქათო იქა, ფქვილი აქა.